ნული ცენტრის პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა. ცენტრი აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის აშენდება, სადაც მათ შრომით უნარ-ჩვევებს შეასწავლიან და მომავალში უმაღლესი განათლების მისაღებად მოამზადებენ. ღონისძიებაზე ფონდმა მხარდამჭერი ორგანიზაციებიც დააჯილდოვა. ჯილდო ტელეკომპანია რუსთავი 2-საც გადაეცა. ეს იქნება ცენტრის სივრცე მოზარდი და მოზრდილი აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი უნიკალური უნარების განვითარებას და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების შეძენას. ასევე ამ საღამოს ჩვენ ვაჯილდოვთ და მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში გვეხმარებიან. ჯილდო, რომელიც დღეს რუსთავი 2-ს გადაეცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩვენთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს იმაში, რომ დაანგრიოს ჯერ კიდევ არსებული საზოგადოებაში სტერეოტიპები, დაეხმაროს მშობლებს ნაადრევ სტადიაზე აღმოაჩინონ ის სიმპტომები, რომლებიც დაეხმარებათ მათ ამ პრობლემის დაძლებაში. ასეთ